1225 წელი. გარნისი. ბრძოლის ველზე ათასობით ქართველი წევს. ქვეყანა, რომელიც დავით აღმაშენებლის მეფობიდან მოყოლებული, ყოველ წელს უფრო და უფრო ძლიერდებოდა, გარნისის ველზე დაიმსხვრა. ხვარაზმელებს მოჰყვათ მონღოლები. მონღოლებს თემურ ლენგი და ასე შემდეგ. ვინ მოთვლის? საქართველო და მას ამოფარებული კავკასია გარნისის შემდეგ ბრძოლას აგრძელებდა და მრავალსაუკუნოვან შემოსევებს, ხმალს, შუბს, ისარს, შვილს, თოფსა და ზარბაზანს გაუძლო, მაგრამ ვერ გადაურჩა იმას, რასაც ვერც ერთი იმპერია ვერ გადაურჩა. დემოგრაფიას. რა არის სახელმწიფო, ქვეყანა და ზოგადად ნებისმიერი პოლიტიკური ერთეული, თუ არა ერთ ენაზე მოსაუბრე ერთნაირი ხალხის ერთობა. ამ რეალობას რაც არ უნდა დაემალო, რაც არ უნდა აძაგო, რაც არ უნდა გაექცე და რაც არ უნდა დაუძახო, ქვეყანას ქმნის მისი ხალხი. სოფლიოს ისტორიაში ყველა წარმატებულ სახელმწიფოს რაღაც მომენტში ეს ძალიან კარგად ესმოდა. თუმცა ძალიან ბევრ მათგანს ეს მომავალში ან დაავიწყდა, ან მასზე თვალი დახუჭა. დემოგრაფიული ცვლილება გამოდგა რომის დასასრული. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობაც გამომდინარეობს საბჭოთა და არა მარტო საბჭოთა დემოგრაფიული მაქინაციებიდან. დემოგრაფიული პრობლემები და მისი თანსდევი გამოწვევები უცხო არ არის კავკასიისთვის და არც საქართველოს რამდენიმე რეგიონისთვის. თუ ქვეყნის ან ხალხის მოსპობა გინდა, უბრალო გენოციდი ამისთვის არ გმარა. ამისთვის მთავარი იარაღი არის ჩანაცვლება და სწორედ ეს შეუქცევადი პროცესი დაიწყო კავკასიაში შუა საუკუნეებიდან მოყოლებული. მე-13 საუკუნეში შუაგულ ქართლში ოსებმა დაიწყეს ჩასახლება. მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის ხელით მოხდა კახეთ-ჰერეთის, განსაკუთრებით ჰერეთის მასობრივი დეპოპულაცია და ადგილობრივი მოსახლეობის ჩრდილო-კავკასიური ტომებით ჩანაცვლება. იგივე მოხდა დასავლეთ საქართველოში. ტაო-კლარჯირთი, რომელიც ერთ დროს ქართლის კურაპალატის, აშოტის თავშესაფარი იყო და ფაქტობრივად ახალი ქართული სამეფოს საძირკველი გახდა, გადაიქცა თურქთა კავკასიაში შემოსაჭრელ პლაცდარმად. ბიზანტიაში შემავალმა იბერიის თემმაც იგივე ბედი გაიზიარა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-15 საუკუნიდან მოყოლებული ეგრეთ წოდებული ადიღელი აფსუები სახლდებოდნენ და მე-17 საუკუნეში უკვე პრეტენზია ჰქონდათ სამთავროობაზეც კი. საქართველოს რომ თავი გავანებოთ და უახლოეს ისტორიაში ჩავიხედოთ, რაღა არის ეგრეთ წოდებულ კალინინგრადში გერმანული, ან თუნდაც პოლონური, კარელიაში ფინური, ან კურილის კუნძულებში იაპონური. ასე გადაიქცა ტაო-კლარჯერთი, ანუ სამცხე ჩილდირის ვილაიეთად, ანუ ახალციხის საფაშოდ. ასე გადაიქცა სამაჩაბლო სამხრეთ ოსეთად და ასე გადაიქცა ჰერეთი ჭარ-ბელაქანად. და ვინც ის კიდევ რა შეიძლება გადაიქცეს რად. მოკლედ, დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ გვექნება საუბარი ეგრეთ წოდებულ ჭარ-ბელაქანსა და აღმოსავლეთ საქართველოს პერიფერიებზე. საუკუნეების განმავლობაში აქედან ქართველთა აყრას და ვინ უძღვის რა ხალხის ჩასახლებას მოყვა ის შედეგი, რომ ქართლ-კახეთის საზღვართან გაჩნდა უბატონო თემები. ხალხები, რომლებიც მე-18 საუკუნისთვისაც კი ფაქტობრივად ჯერ კიდევ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამ მომენტიდან ამ ხალხების სხვადასხვა სახელებით თავს არ დავიღლი და უბრალოდ ლეკებად მოიხსენიებ. ლეკები დაუსრულებელ პრობლემას წარმოადგენენ კახეთისთვისაც და ქართლისთვისაც. მათი 10-20 კაციანი შენაერთები გაუჩერებლად გადმოდიოდნენ დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქანიდან და იტაცებდნენ ყველაფერს: საქონელს, პირუტყვს, ჭურჭელს, მოსავალს, ზრდასრულებს, მოხუცებს, ბავშვებს და ნებისმიერ რამეს, რადგან ან თვითონ მოიხმარდნენ პირადად, ან გაყიდნენ. ქართლ-კახეთის ფეოდალური მოწყობა მზად არ იყო ასეთი მტრის წინააღმდეგ საომრად. თუკი ამიერკავკასიის სხვადასხვა ხანებს მეფეები თავში ჩაუკაკუნებდნენ, ერთი-ორ ბრძოლაში დაამარცხებდნენ, ან ერთ დიდ ქალაქს წაართმევდნენ, ისინი მალევე ეგუებოდნენ რეალობას და ქართველ მეფეებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ლეკებთან ეს ვერ გაჭრიდა. კი, ზოგჯერ თუ გათამამდებოდნენ ხოლმე და დიდი ჯარით შეესეოდნენ ქართლ-კახეთს, უმეტეს შემთხვევაში მეფეები მათ ამარცხებდნენ. თუმცა დიდი ბრძოლები ერთია, მაგრამ რა უნდა ეკნათ ქართველ მეფეებს თავისი მოუქნელი ფეოდალური სისტემით, როდესაც ყოველდღიურად 10-დან 20-მდე ლეკი რანდომულად ესხმებოდა სხვადასხვა სოფლებს თავს. ამიტომაც იყვნენ ლეკები მოუცილებელი ჭირი. ისინი აპარტახებდნენ სოფლის მეურნეობას და შესაბამისად ეკონომიკას. ქართველი მეფეები დიდი ხნის განმავლობაში მათთან ვერაფერს ვერ ხდებოდნენ. ასეთ სიტუაციის გამკლავება მოუხდათ ირეკლესაც და თეიმურაზსაც. და აი სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. 1754 წელს ქართლ-კახეთი ფორმალურად გაერთიანდა. ნადირ-შაჰი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, რაც წინა ეპიზოდში განვიხილეთ, რეგიონში მაინც ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. თეიმურაზს და ასევე ირეკლესაც თავის ერთგულ სუბიექტებად მიიჩნევდა და კავკასიაში მისი ნების აღსრულებლებად თვლიდა.
პარანოიდი შაჰი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი დაერია შეთქმულებების აღსაკვეთად, ქართველ მეფეებს შეიძლება ითქვას თვალდახუჭული ენდებოდა. ქართლის მეფე საუკუნოვანი პაუზის შემდეგ სვეტიცხოველში იყო კურთხეული. სპარსეთი და ოსმალეთი ერთმანეთის დასუსტებით იყვნენ დაკავებული და რეგიონში ნელ-ნელა ჩნდებოდა ახალი მოთამაშე, თანაც ქრისტიანი, რუსეთი. საქართველოს უпростоრად მისი ნარჩენების ისტორიაში გიორგი ბრწყინვალეს მერე ესეთი მაღალი პოტენციალის მქონე პერიოდი ჯერ არ ყოფილა. თანაც განსხვავებით ბევრი სხვა პერიოდისა, გიორგი ბრწყინვალის ჩათვლით ნათელი იყო, რომ წარმატებულ მეფეს, ანუ თეიმურაზ მეორეს, წარმატებული მემკვიდრე, ანუ ერეკლე მეორე ეყოლებოდა. თუმცა ეს ყველაფერი მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. წინა ეპიზოდში ვახსენე, რა მომაკვდინებელ სპირალში იყო ნადირ შაჰი და მისი სპარსეთი. საკმარისი ფულის საშონელად ომის წარმოება სჭირდებოდა, რაც აიძულებდა, რომ უფრო მეტი ფული ეშოვნა, რაც მეტი ომისკენ უბიძგებდა. შაჰი 1756 წლისთვის ამ სპირალის ბოლოში გავიდა და თუ აქამდე თეიმურაზისგან გადასახადების აკრეფას თავს არიდებდა, ახლა ქართლ-კახეთს 200,000 მანეთისთვის ემათხოვრებოდა. ამ სიტყვას გარდა კომიკურობისა, იმიტომ ხوارობ, რომ როგორც მალევე გამოჩნდა, შაჰს ამ მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ანუ ფაქტობრივად მართლაც რომ მათხოვრობდა. როგორც კი ეს ამბავი ქართლ-კახეთში ჩავიდა, თეიმურაზმა და ერეკლემ ომისთვის მზადება დაიწყეს, რადგან ესენი 200,000 მანეთის გადამხდელები არ და ვერ იყვნენ. შეიძლება ამ მომენტში ნადირ შაჰმა აღმოაჩინა რა მორევშიც ეფლებოდა თავისი ფული, ომის სპირალით და მიხვდა, რომ თუ ქართლ-კახეთს ამ რაოდენობის ფულს მოსთხოვდა, მაშინ მის აქამდე ერთგულ სუბიექტებთან ომის წარმოება მოუწევდა, რაც 200,000 მანეთზე მეტი დაუჯდებოდა და შესაძლოა კრახითაც დასრულებულიყო. მან ქართლ-კახეთს ეს ხარკი ასე რომ ვთქვათ აპატია და საკუთარ კარზე ერეკლე დაიბარა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართლ-კახეთის ფორმალურად გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე უმცროსი პარტნიორი იყო, შეიძლება შაჰს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ერეკლეს საკუთარი მამის წინააღმდეგ ყალბი დაპირებებით განეწყო. ასევე შეიძლება ერეკლეს რაიმე მუხანათურს უპირებდა. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ეს იყო ჩანაფიქრი, მაშინ თავისთან პირდაპირ თეიმურაზს გამოიძახებდა. რადგან თეიმურაზის ღალატით მკვლელობით ნადირ შაჰს პოტენციურად უფრო მეტის მოგება შეეძლო. ერეკლე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და კახელ ფეოდალებთან მაინც და მაინც დიდი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ თუ თეიმურაზს ჩამოეშორებდა, ქართლის დიდგვაროვნები მით უმეტეს არ მიემხრობოდნენ ერეკლეს გამეფებას და აღმოსავლეთ საქართველო ისევ ორად გაიხლიჩებოდა. მოკლედ მე ვერ ვიტყვი, კერძოდ რა მიზნით მიიხმო ერეკლე თავისთან ნადირ შაჰმა, მაგრამ ჩემი აზრით რაიმე ღალატობრივი მახე არალოგიკურია. ჩანაფიქრი რაც არ უნდა ყოფილიყო, თეიმურაზი ბევრად უფრო გამოცდილი დიპლომატი იყო ვიდრე ერეკლე. ამიტომ საკუთარი შვილის მაგივრად თვითონ გაეშურა ნადირ შაჰთან. ალბათ იმ იმედით, რომ რა ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონოდა შაჰს, სასარგებლო შეთანხმებას თვითონ ალბათ უფრო კარგად მიაღწევდა, ვიდრე მისი შვილი. წეგან ვახსენე, რომ ნადირ შაჰს შეიძლებოდა იშვიათი განსხილოსნების პერიოდი ჰქონოდა და მიხვედროდა, რომ საკუთარი სუბიექტებისგან ფულის ასე დაუდევრად წართმევა პოლიტიკურად არამიზანშეწონილი იყო. თუ ეს მართლა ასეა, ნადირს ეს განსხილოსნება ცხოვრებაში ძალიან გვიან ეწვია, რადგან ამ მომენტისთვის ის უკვე ისე იყო მოძულებული ყველას მიერ, რომ სანამ თეიმურაზი მასთან ჩავიდოდა ისპაჰანში, შაჰის შეთქმულებმა მოკლეს. მისი ეს ბედი გასაკვირი სულაც არაა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ამ მომენტისთვის შაჰი თითქმის ყველასგან იყო მოძულებული გარდა თეიმურაზისა. ნადირის სიკვდილმა სპარსეთი ქაოსში გადასტკოცნა. ერთის მხრივ ქართლ-კახეთს ეს აწყობდა, მაგრამ ამავდროულად არც აწყობდა. ირანში შიდა დაპირისპირებები ძალიან კარგი იყო, თუ თეიმურაზი და ერეკლე ექსპანსიას გეგმავდნენ. ხოლო ძალიან ცუდი თუ მათი პრიორიტეტი სტაბილურობა და ქართლ-კახეთის შიდა პოლიტიკის წყნარად მოწესრიგება იყო, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ნადირ შაჰი მოკლეს და სპარსეთში არეულობა დაიწყო. ამის გამო თეიმურაზი 2 წელი 1759 წლამდე ამ ქვეყანაში რჩებოდა, რათა სიტუაციას დაკვირვებოდა და განესაჯა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ქართლ-კახეთს. გარდა ამისა, თეიმურაზს საგრძნოდათ დიდი გავლენა ჰქონდა სპარსეთის შიდა პოლიტიკაზე. მეტიც, ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სპარსეთში მოთამაშე ორი მთავარი გარი ძალა ქართველები და ავღანელები იყვნენ. მაგალითად, ნადირ შაჰის პირველი მემკვიდრე, მისი ძმის შვილი და თეიმურაზის სიძე ადელ შაჰი პირდაპირ თეიმურაზს და რაც თავარია ქართველებს ეყრდნობოდა ძალაუფლებისთვის. თუმცა მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდა და მისივე ძმამ დაამხო. ამ პერიოდში ირანში იმდენი ვინმე დაამხეს, რომ ამაზე თუ დავიწყებ ლაპარაკს, მე ყელი ამტკივდება, თქვენ კი ყურები. ამიტომ გადამოვინაცვლოთ ქართლ-კახეთში. სპარსეთში არეულობის შემდეგ ერეკლემ და თეიმურაზმა დრო იხელთეს და უპატრონოდ დარჩენილი ამიერკავკასიების სახანოების ათვისება დაიწყეს.
ბევრი მათგანი თავისი ნებით მიეკედლა ერეკლეს. მაგალითად, 1759 წელს ერეონის ხანმა მომხდურების დამარცხების სანაცვლოდ ქართლ-კახეთის ხარკი აღუთქვა. ერეონის სახანო მტკიცედ გადავიდა ქართლ-კახეთის გავლენის სფეროში. იგივე ბედი გაიზიარა ნახჩევანის სახანომ. როგორც თქვი, სპარსეთი ქაოსში გადაეშვა და გარდა იმისა, რომ ნადირ შაჰის შთამომავლები ერთმანეთს ტახტისთვის ეცილებოდნენ, მცირე ხანები ერთმანეთს თითო გოჯი მიწისთვის ეომებოდნენ. მაგალითად, ყარაბაღის სახანო განჯის სახანოს დაესხა თავს. განჯის ხანმა ერეკლესა და თეიმურას შესჯივლა. საპასუხოდ ერეკლემ და თეიმურაზმა კოალიცია შეკრეს. მათ შორის შემავალი იყო იმერეთიც და ყარაბაღის სახანო ბრძოლაში დაამარცხეს. შესაბამისად, განჯამაც და ყარაბაღმაც ერთგულება აღუთქვა ქართლ-კახეთს. ეფექტურად, დღევანდელი აზერბაიჯანი და სომხეთი ქართლ-კახეთის დაქვემდებარებაში იყო. გარდა რა თქმა უნდა, ერთი ადგილისა. ლეკთაგან უკურნებულ სენობაზე უკვე ვისაუბრე. ის რომ ისინი მოუცილებელი ჭირი იყვნენ, ძალიან კარგად ესმოდათ თეიმურაზსაც და ერეკლესაც და მეფეებმა იცოდნენ, რომ რამე უნდა ეღონათ. სწორედ 1750 წელს მიესათ მათ ამის შანსი. ამ წელს 7000 ლეკი შემოიჭრა ჭარ-ბელაქნიდან კახეთში. თუმცა მათი ეს ექსპედიცია კრახით დასრულდა. ჭარ-ბელაქანის ეგრეთ წოდებული უბატონო თემები ამ მომენტში მეტწილად დაუცველი დარჩა და ქართლ-კახეთს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მიეცა. 1751 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრათ ეს პრობლემა. ისინი იანვარში ჭარ-ბელაქანში შეიჭრნენ. როგორც ვახსენე უკვე ამ ხალხებს ასე უბრალოდ ერთხელ დამარცხებით ვერ მოიცილებდი. ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა განზრახვა ჰქონდათ მამაშვილს ამ ექსპედიციით. წარმატების შემთხვევაშიც კი ამ სვლას გრძელვადიანი შედეგები ვერ ექნებოდა. თუ ისინი რა თქმა უნდა სრულ გენოციდს არ გეგმავდნენ. მათ მინიმუმ ნადირ შაჰის 1740-იანი წლების დაღესტანში ლაშქრობებიდან, რომლებშიც უშუალოდ თვითონ მონაწილეობდნენ, უნდა ესწავლათ, რომ ამ ხალხთან ჩვეულებრივი კონვენციური ბრძოლა არ ჭრიდა. მოკლედ, რაც უნდა ყოფილიყო იანვრის თვეში თეიმურაზის სარდლობით ჭარ-ბელაქანში ქართლელთა, კახელთა, სომეხთა, განჯელთა და სამხრეთ კავკასიელთა სხვა მუსლიმი მოსახლეობის კოალიცია შეიჭრა. კოალიციური ჯარის ცენტრს საბარათიანო, სადროშა და ქიზიყები წარმოადგენდნენ, რომელსაც პირადად ერეკლე სარდლობდა. მარცხენა ფლანგზე ქსნისა და არაგვის საერისთავოს მეომრები იდგნენ თეიმურაზის ხელმძღვანელობით, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მუსლიმი მოკავშირეები. ქართულ კოალიციას ასევე უნდა შეერთებოდა შაქის მმართველი აჯი ჩალაბ ხანიც. 15 თებერვალს მდინარე აგრიჩაისთან, ანუ აგრის წყალთან, ქართულთა კოალიციური ლაშქარი შეხვდა ჭარ-ბელაქანელთა ჯარს. ბრძოლა ერეკლემ გახსნა და ლეკთა რიგებს ქიზიყელები ეკვეთნენ. ხნის შემდეგ ქართველებმა ლეკების რიგები მოარღვიეს და ბრძოლასაც იგებდნენ. ამ დროს ტყიდან ზემოთ ხსენებული აჯი ჩალაბის ცხენოსნობა გამოვარდა, რომელიც ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ მათი კოალიციის წევრი იყო. ამიტომ საერთოდ არ მოელოდნენ, რომ ეგრეთ წოდებული მოკავშირის ჯარი მათ დაესხმებოდა თავს. თუმცა როგორც ჩანს, შაქის ხანმა ჩათვალა, რომ რეგიონში ქართველთა გაძლიერება არ აწყობდა და თეიმურაზს სუღალატა. მისი კავალერია ქართველთა მარცხენა ფლანგს მოულოდნელად დაატყდა თავს. ორგანიზებულმა ქსან-არაგველებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მოღალატეს და ბრძოლის ველს ზურგი აქციეს. ამის დანახვაზე ქართველთა მარჯვენა ფლანგმა, რომელიც მუსლიმი მოკავშირეებისგან შედგებოდა, ბრძოლაზე ხელი ჩაიქნია და თვითონაც მიატოვა ველი. ერეკლე ცენტრში ალყაში მოექცა.
კახეთის მეფეს ცხენი მოუკლეს, რის შემდეგაც თვითონაც კინაღამ ემსხვერპლა მოწინააღმდეგის מחვილს, თუმცა აზნაურმა პაპა ბებურიშვილი ვაჩნაძე მის ფეხზე წამოაყენა და მტერს გაარიდა, ხოლო გლეხმა დავით ბოსტაშვილმა საკუთარი ცხენი დაუთმო. მეფე იძულებული გახდა ბრძოლის ველი მიეტოვებინა. აგრისწყლის ბრძოლაში მარცხის შემდეგ ბოლო 5 წლის განმავლობაში სიმწრით ნაშენები ქართლ-კახეთის რეგიონული ჰეგემონია საფრთხის ქვეშ დადგა. სისხლის სუნი მივიდა აზატ ხანსაც, რომელიც ნადირ-შაჰის ყოფილი გენერალი იყო. ის ეთნიკურად ავღანელი გახდათ, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ნადირ-შაჰის მკვლელობის დროს აზერბაიჯანში იყო გამწესებული, ამიტომ შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ტახტისთვის დამოუკიდებელი ბრძოლა დაიწყო. აგრისწყალთან მარცხის შემდეგ ერეკლესა და თეიმურას მალე სჭირდებოდათ რაიმე გამარჯვების მოპოვება და პრესტიჟის აღდგენა, თუ არა და ყველაფერი ხელიდან გამოეცლებოდათ. ამის ფონზე თეიმურაზის დახმარების თხოვნა მივიდა ირანის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტისგან, შაჰ რუჰისგან, რომლის გამარჯვება ქართლ-კახეთს აწყობდა, რადგან ის ლმობიერად იყო განწყობილი ქართველების მიმართ. ამიტომ ერეკლემ და თეიმურაზმა ეს შანსი არ გაუშვეს ხელიდან და სპარსეთში გაილაშქრეს. ისინი თავრიზამდე ჩავიდნენ და გზის გაგრძელებასაც აპირებდნენ, თუმცა ამ მომენტში იხელთა დრო აზატ ხანმა და მარცხის გამო პრესტის შერყეული და ქვეყნიდან შორს სალაშქროდ წასული ქართველი მეფეების ტერიტორიების დაპატრონებას სცადა. ავღანელი პრეტენდენტი ერევნის სახანოში შეიჭრა და ერევანს ალყა დასცა. ერეკლეს უკან გაბრუნება მოუხდა და სომხურ ქალაქს 4000 ცხენოსნით დაადგა. აზატ ხანმა ერევანს ალყა მოხსნა და მიიმალა. კახეთის მეფე მიცოდა, რომ ავღანელი ხანი დაბრუნდებოდა. ამიტომ ახლომდებარე სოფელ ყირბულახთან მცირე თავდაცვითი ნაგებობების აგება დაიწყო. მართლაც 28 ივლისს ჰორიზონტზე 18000 სპარსი გამოჩნდა აზატ ხანისა და ნადირ-შაჰის ერთ-ერთი მკვლელის, მაჰმად ხანის სარდლობით. ეს 18000 მეომარი დიდწილად არც იყო მეომარი. როგორც ვიცით, უმეტესი მათგანი მხოლოდ შუბით იყო შეიარაღებული. სავარაუდოა, რომ როდესაც აზატ ხანმა ერეკლეს მცირე რიცხოვანი ჯარი პირველად ნახა, აქცენტი რაოდენობაზე გააკეთა და ერევნის ალყის მოხსნის შემდეგ გარშემო სახანოებიდან ჩვეულებრივი გლეხები აყარა ჯარში. თუმცა ავღანელს ასევე თან ჰყავდა აქლემთა შენაერთიც. თუ ამ პერიოდში ერეკლეს მანევრირების სისწრაფეს გავითვალისწინებთ, მას ძირითადად ცხენოსანი ჯარი უნდა ჰყოლოდა, თუმცა უდაოდ ბევრად უფრო უკეთესად შეიარაღებული და პროფესიონალური, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს. გამომდინარე იქიდან, რომ ერეკლეს ჯარი ძირითადად კავალერია იყო, მან სავარაუდოდ თავდაპირველად ჯარი მის მიერ აგებული თავდაცვითი ნაგებობების გარეთ განალაგა, რათა მათი მობილურობით ესარგებლა. აზატ ხანს ბევრი არ უფიქრია ბრძოლის ტაქტიკაზე და პირდაპირ შეტევა ბრძანა. ერეკლეს მარცხენა ფლანგმა უკან დახევა მალევე დაიწყო. მეფის ბრძანებით ქართველებმა თავდაცვით ბარიერს შეაფარეს და ცხენებიდან ჩამოვიდნენ. აზატ ხანის ჯარმა სოფელს ალყა შემოარტყა და ერეკლესკენ დაიძრა. როგორც ვიცით, ერეკლეს საკმაოდ დიდი ინტერესი ჰქონდა ევროპული საბრძოლო ტაქტიკებისა და ხელოვნების. ამიტომ საინტერესოა მისი შემდეგი ბრძანება ინსპირირებული იყო თუ არა ევროპული ხაზის ქვეითთა ბრძოლის სტილით. თუ მეფემ ეს ტაქტიკა დამოუკიდებლად შეიმუშავა ევროპელთა პარალელურად, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მისმა შემდეგმა სვლამ, მას ეს ბრძოლა მოაგებინა. მეფემ მეომრებს უბრძანა, რომ მისი მითითების გარეშე არ ესროლათ. ანუ ავღანელებს ზალპური ცეცხლით დახვდა. 4000-მა თოფმა ერთდროულად დასჭიქა. ნადირ-შაჰის მკვლელი და აზატ ხანის მარჯვენა ხელი, მაჰმად ხანი პირველივე ზალპს ემსხვერპლა. კონცენტრირებული ცეცხლის მიერ შეშინებულმა მაჰმადიანებმა ქართველებს ზურგი აქციეს და მასობრივად უკან დახევა იწყეს. ამ დროს ერეკლემ ისე უბრძანა ამხედრება თავის მეომრებს და შეტევაზე გადავიდა. ქართველებმა მოწინააღმდეგეს 30 კილომეტრზე ზდიეს და უმეტესი მათგანი ან მოკლეს, ან ტყვედ ჩაიგდეს. აზატ ხანს ქართლ-კახეთზე გალაშქრება აღარც გაუფიქრებია ამის შემდეგ. მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამარჯვებისა, თეიმურაზისა და ერეკლეს პრესტიჟს აგარწყლის ბრძოლამ ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ყირბულახთან ტრიუმფმაც არ უშველა. მეფეები მიხვდნენ,
რომ პრესტიჟის აღდგენა თუ სურდათ, ისევ აჯი ჩალაბზე უნდა ეძიათ შური. მათ ამისთვის 1752 წელი აირჩიეს. მეფემმა კოალიციური ჯარი მოიხმეს განჯასთან შესაკრებად. აქ ერევნის, ყარაბაღის, ნახჭივანისა და ბუნებრივია განჯის ჯარები ელოდებოდნენ ქართველებს. მაგრამ აჯი ჩალაბთან პირველი მარცხი ისეთი დამაზიანებელი აღმოჩნდა ქართველ მეფეთათვის, რომ განჯასთან შეგროვებმა ყველა ხანმა მათ უღალატა. მიუხედავად ამისა, თეიმურაზმა შეძლო მოღალატეების შეპყრობა და როდესაც უკან გაბრუნების ბრძანება გასცა, ქართულ ჯარს აჯი ჩალაბი ისევ ჩაუსაფრდა და კიდევ ერთხელ დაამარცხა. სიტუაცია სავალალო იყო. ყირბულახთან აზატ-ხანის დამარცხებით სპარსული სამოქალაქო ომის ქართლ-კახეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადმოდინება შეწყდა. თუმცა ამან გასაქანი მისცა არა მარტო ქართლ-კახეთს, არამედ აზერბაიჯანისა და ჰერეთის ტერიტორიაზე დასახლებულ ლეკებსაც. და როგორც ვნახეთ, ლეკებმა უკვე მეორეჯერ დაჯავნეს თეიმურაზიც და ერეკლეც. განჯის ბრძოლის შემდეგ ქართულ მეფეებს ჯარის თავიდან შეკრება მოუხდათ და როგორც ჩანს, ახლა უკვე არა მარტო პერიფერია, არამედ მთლიანი სამეფო დაუცველი იყო. ამას აჯი ჩალაბიც ხედავდა და ქართველთა მარცხიდან 3 თვის შემდეგ ზაფხულში ლეკები ახლა უკვე პირდაპირ ქართლ-კახეთში შეიჭრნენ. ჯარის გარეშე დარჩენილ ერეკლეს 2000 ჩრდილო კავკასიელის დაქირავება დასჭირდა. სექტემბრამდე აჯი ჩალაბის ბანდები ქართლ-კახეთს აწიოკებდნენ, თუმცა დიდი ქალაქების აღებას ვერ ახერხებდნენ. 1 სექტემბერს უწინააღმდეგობით გაზულუქებული ლეკების ერთი ნაწილი ერეკლემ ჩასაფრებაში მოიყოლა. ამის გამო აჯი ჩალაბმა ექსპედიციის მიტოვება გადაწყვიტა. თუმცა 5 სექტემბერს ლეკები კიდევ ერთხელ მოხვდნენ ჩასაფრებაში, სადაც ამჯერად როგორც იქნა ქართველებმა აჯი ჩალაბი დაამარცხეს. ლეკთა ბელადი თავის სახანოში გაიქცა, მაგრამ იმავე წელს გარდაიცვალა. ცოტა ხნით ლეკთა პრობლემა მოუგვარდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა დროებითი იყო. მცირე სახანოებმა კარგად დაინახეს, რომ ქართლ-კახეთის დამარცხება შესაძლებელი იყო. თვითონ ისინი ამას ვერ შეძლებდნენ, რა თქმა უნდა. ზუსტად ამიტომ ისხდნენ და წყნარად იხდიდნენ ხარკს. მაგრამ გულის სიღრმეში იცოდნენ, რომ ქართლ-კახეთი ლეკთა პრობლემას ვერ აგვარებდა. ამიტომ უბრალოდ ელოდებოდნენ, როდის გამოჩნდებოდა შემდეგი აჯი ჩალაბი. და აი, 2 წლის შემდეგ, 1754 წელს, როდესაც ასპარეზზე ახალი ლეკი ბატონი ავარელი ნურსალბეგი წარსდგა, მათი მოლოდინები გამართლდა. 1754 წლის აგვისტოში ნურსალბეგის ერთ-ერთი ძარცვითი ლაშქრობა სრულ ექსპედიციად გადაიზარდა, როდესაც მან ჭადიჯვრის ციხეში შეხიზნული მოსახლეობის ტყვედ ჩაგდება განიძრახა. ალყის დარტყმის შემდეგ 6 დღეში ერეკლემ და თეიმურაზმა ჯარის მოკრება მოახერხეს და 16 აგვისტოს ნურსალბეგს უკრინიდან დაარღვნენ. გამომდინარე ერეკლეს მობილურობიდან და სისწრაფიდან სავარაუდოა, რომ მას თან ისევ ცხენოსანი ლაშქარი ჰყავდა და ამავდროულად რიცხობრივად ისევ ცოტა. როდესაც ნურსალბეგის მრავალრიცხოვანი ჯარი ერეკლეს შენაერთებს თავს დაესხა, მეფემ აზატ-ხანთან უკვე ერთხელ ნაცადი ხერხი იხმარა. მეფის ბრძანებით მისი ცხენოსნები ჩამოქვეითდნენ და ზალპური ცეცხლით შეხვდნენ მოწინააღმდეგეს. ქართველთა თოფები ისე სისტემატიურად მუშაობდნენ, რომ ყვამლის გარდა არაფერი აღარ ჩანდა ბრძოლის ველზე. რამდენიმე ზალპის შემდეგ ლეკთა წინა ხაზები უკუიქცნენ. შეშინებულმა მოწინავე ლეკებმა უკანა ხაზებშიც არეულობა გამოიწვიეს. რის შემდეგაც მეფემ ისევ ამხედრება ბრძანა და არეულ ლეკთა რიგებს თავს დაესხა. ამის შემდეგ ავართა რიგები სრულად მოირღვა და ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე უსიცოცხლოდ დაეცა. თუმცა ნურსალბეგმა გაქცევა მოახერხა. ჭადიჯვრისა და ყირბულახის ბრძოლები აჩვენებს, რომ ერეკლეს მხედართმთავრობით ქართველთა საბრძოლო ხელოვნება აღარ იყო ჩვეული პოსტ-შუა საუკუნეების ირეგულარული და მეტწილად დისორგანიზირებული ბრძოლის ტაქტიკა. ამ ორ ბრძოლაში ერეკლემ აჩვენა, რომ შეუძლია საკუთარი ჯარი ეფექტურად, მოხერხებულად და მოქნილად მართოს. ზალპური ცეცხლის ტაქტიკას ერეკლემ ფაქტობრივად ევროპელ დრაგუნთა შენაერთების ბრძოლის ტაქტიკად შემატა. ნურსალბეგი შეიძლება ჭადიჯვრის ბრძოლის შემდეგ კუდამოძევებული გაქცეულიყო, მაგრამ ჭკუა მაინც არ ჰქონდა ნასწავლი. მერიც ახლა ქართლ-კახეთის სრულად მოსპობა და აოხრება დაისახა მიზნად, ალბათ შურის ძიების მიზნით. შემდეგი წლის განმავლობაში მან კავშირები დაამყარა ჩრდილო კავკასიაში დაღესტნელებთან, ჭარბელაქანში, დიდოელებთან, შაქის სახანოსთან და ასე შემდეგ. ასე მან 20,000 ლეკი შეკრიბა და ზაფხულში კახეთში შეიჭრა. თან ასევე წერილები დაგზავნა განჯაში, ერევანში, ყარაბაღში და ასე შემდეგ. და მათ როგორც ქრისტიან ქართველთა ბატონობისგან განმანთავისუფლებელი ისე მოევლინა. ასეთი მაქინაციებით საკუთარ ჯარს კიდევ 10,000 მეომარი შემატა და ბოლოს ყვარლის ციხეს დასცა ალყა. ქართლ-კახეთში ჯარის რესურსი ისედაც პრობლემა იყო და 30,000 ლეკისა და აზერბაიჯანელის წინააღმდეგ ვერანაირად ვერ გამოიყენდა ერეკლეს საკმარის ჯარს. ამიტომ რამე ახალი გზა უნდა ეპოვა მოწინააღმდეგეთა ჯარის დასაშლელად.
მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, ჯერ ყვარლის ციხის ალყის პრობლემა იყო გადასაჭრელი. რაც უფრო დიდხანს გაძლევდა ყვარლის ციხე, მით უფრო მეტი დრო ექნებოდა ერეკლეს ან ჯარის მოსაკრებად, ან მანევრირებისთვის. ამასთანავე, თუ ყვარლის ციხე დაეცემოდა, ასევე დაეცემოდა კახეთი და შემდგომ ქართლი, რადგან 30,000 ლეკი თავისუფლად მოედებოდა თელ სახელმწიფოს. ყვარელში 4 თვის სამყოფი მარაგი იყო. ალყის დროს დამცველები მედგრად ებრძოდნენ ლეკებს და მათი შეკავება სექტემბრამდე შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეკებს ისეთი საფარები ჰქონდათ აშენებული, რომ პირდაპირ შიგნით ციხეში სროლა შეეძლოთ. მიუხედავად უდრეკი დაცვისა, სექტემბრის ბოლოსკენ დამცველებს უკვე მარაგი ელეოდათ. ერეკლეს კი ჯერ კიდევ არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის მეომრები, რომ 30,000 მომხდურს გამკლავებოდა. მეციხოვნეებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ დამხმარე ძალა, ტყვია-წამალი და საკვები. ამიტომ ერეკლემ ფაქტობრივად სპეც ოპერაცია დაგეგმა. ეს ჩანაფიქრი მისი მონაწილეებისთვის ფაქტობრივად სუიციდის ტოლფასი უნდა ყოფილიყო. მეფემ ქიზიყში 206 მეომარი შეკრიბა. აქედან 6 თავადი, 2 აზნაური, 1 მღვდელი და 103 ქიზიყელი გლეხი იყო. დანარჩენები სხვადასხვა კუთხეებიდან იყვნენ. ერეკლემ თავდადებულებს გააცნო, რომ მათი მისია რთული, მაგრამ აუცილებელი იყო. ამ დავალების შესრულებაზე კითხვა არ გაჩენია არც ერთ მათგანს. ამ ერთგვარ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა პაპა ბებურიშვილი ვაჩნაძე, რომელიც როგორც გახსოვთ, ერთ-ერთი იმ ორთაგანია, ვინც ერეკლე აგრის ბრძოლაში გადაარჩინა. სექტემბრის ღამეს ქართველები ლეკთა სანგრებს მიადგნენ. მათ ხელჩართული ბრძოლა გამართეს და დიდი წვალების შემდეგ ყვარლის ციხეში მაინც შეახციეს. მეციხოვნეებმა ახალ მიღებული ტყვია-წამლით კონტრშეტევაზე გადასვლა შეძლეს. ღამე თავდასხმით დაბნეულმა ლეკებმა ვერ შეძლეს დიდი წინააღმდეგობის გაწევა. ქართველებმა გადაწვეს ლეკთა საალყო დანადგარები და საფარები. ამ გამარჯვების მიუხედავად ალყა მაინც გაგრძელდა, მაგრამ სამაგიეროდ ერეკლეს იმის საკმარისი დრო მისცა, რომ ჯარი შეეკრიბა. თუმცა მეფე შეტევაზე გადავიდა არა ყვარლის ციხესთან განლაგებულ ლეკებზე, არამედ მათ სახლებზე, ჭარბელაქანში, კაკში და ასე შემდეგ. ლეკთა სხვადასხვა ტომებში განხეთქილება გაჩნდა. უმეტეს მათგანს სახლში დაბრუნება და საკუთარი მიწების დაცვა მოუნდა. ნურსალ ბეგს ჯარი თვალსა და ხელშუა შემოადნა. ბოლოსკენ თვითონაც მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ბრძოლის გაგრძელებას და თავის მშობლიურ ავარებში გაიძურწა. ერეკლემ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სამხედრო ნიჭი. მან 30,000 მოწინააღმდეგე არა ბრძოლის ველზე, არამედ საკუთარ სახლებში დაამარცხა. მაგრამ არაერთი წარმატების მიუხედავად ლეკთა ეს შემოსევები ერეკლეს სამხედრო ნიჭზე მეტად იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ქართლ-კახეთს მას წინააღმდეგ გადამწყვეტი პასუხი არ ჰქონდა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ლეკები ამპარტავნად აგრძელებდნენ თარეშს და დროთა განმავლობაში ახალი ბელადები უჩნდებოდნენ, მაგალითად კოხტა ბელადი და ასე შემდეგ. 1759 წელს ერეკლემ თეიმურაზმა და სოლომონმა ერთად გაანადგურეს 8,000 ლეკი ატოცთან ბრძოლაში, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ თარეშს. ლეკთა ასეთი გაუთავებელი თარეში მე-18 საუკუნეშიც კი ხაზს უსვამს მომთაბარე კულტურის ხალხის რიცხოვნობას, დემოგრაფიულ შესაძლებლობებს და რაც მთავარია მათ ლოგისტიკას. 1760 წლისთვის ერეკლეს 8 წლის პერიოდში განადგურებული ჰყავდა დაახლოებით მინიმუმ 50,000 ლეკი და მიუხედავად ამისა 1760 წელს ლეკიანობა ისეთი სასტიკი იყო, რომ კახეთის მეფეს თითქმის ყოველდღე უწევდა ბრძოლებში მონაწილეობა. თუმცა აქ გავითვალისწინოთ მეორე ვარიანტიც, რომ 1760 წელს ლეკიანობის სიმწოვესთან ერთად ასევე გაიზარდა ქართველთა რეაქცია და რეაგირება. ერეკლე აქტიურად შეიძლება ყოფილიყო ჩართული საზღვრის პატრულირებაში და ცდილობდა ერთხელ და სამუდამოდ განემტკიცებინა კახეთის პერიფერია. თუ ასეთი ვარიანტით დავინახავთ 1760 წელს მომხდარ მოვლენებს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს წელი არა მაინც და მაინც ლეკთა განსაკუთრებული ინტენსივობის წელი იყო, არამედ პირიქით, ქართველთა ინტენსივობის. თუ ერეკლემ მართლაც ყოველდღიური პატრულირება დაიწყო საზღვარზე და თან ამავდროულად პირადად მონაწილეობდა, ეს ახსნის იმას, რომ 1760 წლის მოვლენების მერე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ლეკიანობა შეჩერდა, უпростоრად მეტწილად შენელდა, როგორც ήταν კახეთს, ქართლს და ერეკლესაც ამ უსუნთქვის საშუალება მიეცა. მაგრამ ბოლო 10 წელმა ძალიან ცუდი პრობლემები გამოაჩინა ქართლ-კახეთის სამეფოში. აშკარა ხდებოდა, რომ ფეოდალურმა სისტემამ დრო მოჭამა და საჭირო იყო რეგულარული ჯარი, რეგულარული სასაზღვრო პატრული და ძალიან დიდი რეფორმები. ამავდროულად, სანამ ქართლ-კახეთი ლეკებთან ომით იყო დაკავებული, სპარსეთის სისუსტით რეგიონში ორი სხვა დიდი ძალა აპირებდა სარგებლობას და სპარსეთის ყოფილი გავლენის სფეროს საკუთარში ათვისებას. ხოლო ამ სფეროში შედიოდა ქართლიც, კახეთიც და იმერეთიც. აი ეს კი უკვე ჩვენი შემდეგი ეპიზოდის თემა იქნება.